მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. დღევანდელი ჩვენი გამოშვება ეხება ისტორიულ და ტურისტულად აქტიურ უბნის რაბათის დასახლებაში არსებულ პრობლემებზე. გიყვებით გზაზე, გარეგანათებაზე და დაუსრულებელ საკანალიზაციო მილზე. ახალციხეში ისტორიული რაბათის დასახლებაში. ყაზბეგის ქუჩაზე ხიდის მოწყობას რამდენიმე ტენდერი, 1,5 მილიონამდე ლარი და 2 წელზე მეტი დასჭირდა. ხიდი ახლა ასე გამოიყურება, თუმცა მის ქვემოთ საკანალიზაციო ნარჩენები კვლავ ღია სივრცეში მიედინება. ირგვლივ მცხოვრებლები გვეუბნებიან, რომ მათი ყველაზე დიდი პრობლემა არათუ ხიდის მოწყობა, არამედ საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება იყო. მაგ ხიდის დაბლა ფეკალიები რომ მიედინება, მაგას ვინ მიაქცევს ყურადღებას, რომ დაყარეს ღია კანალიზაციები. კი, ზუსტად, ერთს აკეთებენ და 1000 საფუჭებენ. ისეთი სუნი დგას ვერ გაივლი. წერენ სოციალურ ქსელში, ჩვენ ადგილზე ვიმყოფებოდით. ტერიტორიაზე რამდენიმე საკანალიზაციო მილი ნამდვილად ღია სივრცეში ჩაედინება. მოსახლეობის ერთ-ერთი მოთხოვნა მილების სისტემაზე დაერთება და ტერიტორიის მოწესრიგებაა. მოსახლეობა ტერიტორიაზე სიჩქარის მაკონტროლებელი კამერის ან საავტომობილო გზაზე სწრაფად გადაადგილების, შემზღუდავი ხელოვნური დაბრკოლების დამონტაჟებასაც ითხოვს. რაბათში ახალი ხიდი რომ გაკეთდა სასაფლაოსთან, დააყენეთ სიჩქარის შემზღუდველი მანიშნებელი ნიშნები, წოლიარე პოლიციელები და კამერები. ისეთი სიჩქარით დადიან ავტომობილები, გზაზე ვერ გაუვლია ვერც ბავშვს და ვერც მოხუცს. რა ზებრა, რის ზებრა, არაფერი არაა მანდ. წერენ სოციალურ ქსელში, ახალციხის ტურისტულად აქტიურ უბანში მოსახლეობა გარეგანათების დამონტაჟებასაც ითხოვს. აპირებს თუ არა როდის და რა ფასად ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივების საჭიროებების მოგვარებას. უწყებაში გვეუბნებიან, რომ გეგმავენ, თუმცა კონკრეტულად როდის ვერ ასახელებენ. გადავინაცვლოთ რამდენიმე წლის წინ ყაზბეგის ქუჩაზე ეს ტერიტორია წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო. 2023 წელს მერიამ მილხიდის მოწყობის სამუშაოებისთვის პირველი ტენდერი გამოაცხადა, თუმცა ხელშეკრულება მალევე შეწყდა. რადგან როგორც ახალციხის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა განმარტა, მილხიდის ქვეშ კიდევ ახალი ხიდი აღმოჩნდა, რომელიც პროექტით გათვალისწინებული არ იყო, რამაც ხელშეკრულების შეწყვეტა და მილხიდის ნაცვლად ხიდის მოწყობის საჭიროება გამოიწვია. მეორე ტენდერი მერიამ 2024 წელს გამოაცხადა, სადაც 8 მეტრიანი ხიდის მოწყობა იყო გათვალისწინებული. ორივე ტენდერი სხვადასხვა დროს ქართული ოცნების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემწირველმა კომპანიამ შპს არალმა მიიღო. ახლა ხიდი მოწყობილია, თუმცა როგორც უკვე გითხარით, საკანალიზაციო ნარჩენები კვლავ ღია სივრცეში ჩაედინება. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ორ შაბათამდე.